კახი და გივი რა. კახი და გივი. ლეგენდარული დუეტი. ლეგენდარული ამბავი რა, ლეგენდარული ისტორია საქართველოსი რა. მე-20 და 21 საუკუნის. თუ შეიძლება გაუშვით რა, ყველასთვის საყვარელი სიუდილე ადამიანი რა. მან გვაიძულა რომ ჩვენ აუცილებლად ერთად უნდა ყოფილიყავით სიცოცხლის ბოლომდე. კახი მე მეუნებიან გივი როგორ არის და ერთხელ ეგ გაწოხდა. მაგას უთხრეს გივიო, კახი როგორ არისო და მაგისთანა მახინჯი ვარ მე აყვირდა მთელი ბაზარი ზედუყურებდა. ზე მოხდენილი ვარ. კარგია ხო? კარგია. მეგობარია და ეს კარგია. ჩემზე მოხდენილი არის, ჩემზე სიმპათიური არის, ჩემზე ლավ. კარგი მეთქი იყოს მე. ეხლა სულ გავუტია რაც. შენზე მაღალი ვარო კაცო იცახეს. ეხლა ეგეც რა მე ხო ყველაფერს თავის საზღვარი ხო აქვს არა. გინდა თორე შენზე მაღალი ვარო და რომ მელაპარაკება, ასე კი არ მელაპარაკება. ეს მელაპარაკება. რათა ლაპარაკობ მეთქეზე და აი ხარა. მე ზემოდან გიხარებს. არსებობს რომ ცრემლი არ მოგადგეს რა, ამ კადრებს რო უყურებ რა. მეგობრობა. ხო, ქართველებში ყველაზე დიდი გზნობა რა არის? მეგობრობა და მიჯნურობა, ხო? ნუ შოთომაც ეგ თქვა რა. მეგობრობის მაგალითი რა. ყოველ შეხებაში როგორ უყვართ? ყოველ შეხებაში როგორ უყვართ ერთმანეთი და ყოველ გახსენებაში. და ერთად არიან. ერთად არიან. ზემოდან დაგუყურებენ და იცინიან შიგადაში. და ჩვენ მაგარი ბედნიერები ვართ, რომ ამას ყველაფერს უყურეთ რა, ამ ურთიერთობას. კახის და ბელას ურთიერთობას უყურეთ, კახის და გივის ურთიერთობას უყურეთ. და აი რამ მაგარ ურთიერთობებს ვართ შესწრებულები, ხო? ძალიან გიგალორთკი ფაინზეს და ნოდარ დუმბაძის ურთიერთობა ნანახი გვაქვს. ჭაბუ ამირეჯის და გიგალორთკი ფაინზეს ურთიერთობა ნანახი გვაქვს. ბიძინა კვერნაძის და გია ყანჩელის ურთიერთობა ნანახი გვაქვს. და აი საოცრებები ხდებოდა მეგობრობის, აი როგორი ამბავი იყო საქართველო რა. მეგობრობის სილამაზეს და სიყვარული. ეგ არის რა, მეგობრობა და სიყვარული, მიჯნურობა რა. ეგ არის საქართველო რა. ეგ არის საქართველო რა. კარგით, ეხა ჩემთვის ყველაზე მაგარი კაცის რა, ალბათ ჩემი პედაგოგის, ჩემი მასწავლებლის 4 წელი ვსწავლობდი, გურამ საღარაძე რა, ძალიან მენატრება გურამი და ყველაზე მაგარი საკითხული მაგისი ლექსი რაც მიყვარდა შანდორ პეტეფის ლექსი იყო რა და ზუსტად ეს ლექსი მოუჩიჩქნე და მინდა რომ თქვენც ზუსტად აი დღევანდელ დღეს ეხება რა და ჩვენ თავისუფლების წყურვილს და თავისუფლებისთვის ყველაფერზე წასვლას რა. შანდორ პეტეფი, გურამ საღარაძე, თუ შეიძლება გაუშვით რა. მე ერთი რამე მაწუხებს მარადს. ვაი თუ მოუკვდე ლოგიში წყნარად. ვაი თუ მოუკვდე ნელ-ნელა ნაზად ჭკნარი უსულო ყვავილის მსგავსად და როგორც ქრება სანთელი მკრთალი მეც ისე მოუკვდე და ხუჭო თვალი. არა ასეთი არ სურს სიკვდილი. მე მინდა მოუკვდე ბრძოლით, ჭიდილით. სურს მუხავი ხუშეურიგალი მაყოფდეს მეხი, მგლეჯდეს გრიგალი, თიდან კლდეთ მოვწყდე უზარმაზარი, რომ ცადა მიწა შევწვა სანსარი.
როცა დაღლილიც მეუღერით ხალხი აღსდგება მკლავ მოუხლელი, დროშებს დააწერს თავისუფლებას და ცა დროშები დაიღრუბლება, როცა მტრის რისხვად ხალხს გასახარად ყოველი მხრიდან დაკრავს ნაღარა, იქ ჩემი სისხლი დაიქცეს წმინდა. მე იმ ბრძოლაში სიკვდილი მინდა და რომ მომხვდება ბასხლი მახვილი, უკანასკნელი ჩემი ძაღლი დედა იკარგოს ქვემეხთა ხმაში და გაკაფული ცხენებით მაშინ ჩემს მკვდარ სხეულზე გადითქარუნონ, ოღონ ჩამძახონ სასიხარულო ტრის დამარცხების ხმა და რხეული. გადიქროს ჩემი სხეული. შემდეგ იქნება დაღუპულთ გლოვაც, შემდეგ შეკრებენ ჩემს ძვალთა გროვას, ქარის ზუზუმში დროშებს დაშლიან, დროშებს ებლებად შავი არშია და დაგუმარხავენ სუხველას ერთად. მათ ვინც გატეხა სიმაგრე მტერთა, ვინც საოცნებო დროშა გაშალა, თავისუფლებას ვინც ენაცვლა. აი ეგ არის რა, თავისუფლებით საოცნებო დროშა გაშალა, თავისუფლებას ვინც ენაცვლა. არა ასეთი არ მსურს სიკვდილი, მე მინდა მოვხდე ბრძოლით, ჭიდილით, მაგარი სიტყვები ამ სურს მუხა ვიყო შეურიგალი, მაყობდეს მეხი, მგლეჯდეს გრიგალიციდან, კლდედ მოვწყდე უზარმაზარი, რომ სადა მიწა შევძრას ანზარით. მაგარი ხარ გურამ, მაგარი. დენციკა ხარ, იქ